თუ მოკლედ მეგობრებო, გადავწყვეტ ისტორიებზე მოყვე ხოლმე ისტორიები, ჩემი ისტორიები, რაც კი გადამხდენია. კარგი, გავაგრძელოთ და გავმართლდი მე მაგ საკითხში. მეორე კლასში მაგ ამბების მერე ყავს ერთი კლასელი ბიჭი, რომელსაც მოწონს ის გოგო, რომელიც მე მძულს ბაღში მოწონდა. მიხვდა, ეხა ის რო თქვი უიჭველი მიხვდება ის მოხდა. მძულ ხარ? შეძულვა, მეც მძულ ხარ. მანაფერი არ დაუშვები არასდროს, მაგრამ მაინც მძულს რა გავაკეთო. ილიტაგონია თავი და მაგიტომ. ოკეი. ანუ მე რაღაცა ილიტაში არა ვარ, რა ბანძი ვარ და მაგიტო რა ხან 10 წლისები არიან და ხო დაჟივი ტური მე 9 ვარ. მაგიტომაც ნატალი და ბარბარე მასე არიან 910-ები, მაგრამ მე მასე ნატალის და ანის ელიტაგონიათ თავი ეს მე და ბარბარე ვიჩაგრებით და სულ მასე იყო, იმიტომ მასე ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც აღარ ვარ მეგობრები. ოკეი, გავაგრძელოთ. მოკლედ ისე ეგ ბიჭი, ანუ გავკვეთილ რის გამო მოაყოლა, არ ვიცი, მაგრამ ეს ბიჭი აბულინგებდნენ ერთმანეთს რა, ეგ ორი ბიჭი და ეს ბიჭების ჩემი აზრით ზორბავენ მისახელი. ეგ ბიჭი, ერთ-ერთი ბიჭი, რომელიც არის იმდა წარბება ფხოჭნილი, არის, ანუ ისე იქცევა გეგონება, რომ იყოსო ბიჭების ისაო, ანუ მე ისაო რა, ლიდერი. ხო და, ანუ მე თვითონ არ არის, მაგრამ მაგის და ბიჭიდობას მიტოვებ და ყოველთვის მიტოვებს კიდევაც და სკოლაში რომ მივარ ლოგს ჩავწერ. მოვიდა ხო? ზიანა ვარა. ნამთვარი შევდოყნენ და ჩემის გაკეთებული. ძალიან მინდა შორის, რეცეპტს ვერ დავდებ. და გავაგზავნე ხო მართლა არ მახსოვს რა ვიყავს, მაგრამ ხო. მოკლედ ის ბიჭი იძახდა, მე არ ვარ წონაში გამხდარი. მინდა ჩემი თავის ბულინგი გამომივიდეს რა. მოკლედ არ ვარ წონაში ხირი დანს მოკლედ რა ვულკანი რა იძახიან ვარ პროსტა ძალიან ვულკანიც არა რა, ანუ ბავშვობიდან მასე ვარ ხარ, მაგრამ მაგის გამო თუ ბულინგები იქნება, იმედია არ არა. შესაბამისად ამ წონის გამო ის ანუ ყველა მთელი კლასი პროფესორი ძალიან ტყევა გული რო იხსენებ, როცა მეძახდნენ ღორს. თვითონ ნატალიც იყო მაგათიანებში. ნატალიც იყო წამები და წუთებისაც მაბულინგებდა ნატალიც, იმიტომ რომ ელიტაში იყო. ან ხო ნატალი ვაფშე თუ მინულის მე და მე მეკუთვნებოდა არ ვიცოდი და ძალიან ისე რა. ხო შემდეგ ეს გავაგრძელოთ რა, ეს შენ ხორში შეყვარებული ხარო რაღაცებს ამას მე ვგონი, იმიტომ რომ ამის ტირილი და მეწყო ისე ვიყავი, იმიტომ რომ მართლა ძალიან მენტკინა გული რომ ხორს მიძახოდნენ. ჩემს დღეს ვინმე ყოფილა, ავდი მიხვდებოდით ახლა რასაც მივყვა გულის ხმობილში. მოკლედ ამის შემდეგ ეს ხალხო ჩემი ყველაზე კრინჯი მომენტი, ბავშვობაში რა არის კრინჯი არ ვიცოდი და პირველ რაცხვებაში რაც კრინჯი გავიგე, რაც იყო ჩემით მივხვდი რაც იყო კრინჯი და ეს წამოუხტა და რომ დაიყვინა რომ კეო ვარ მე რაო დავიკრინჯე. ანუ დავიკრინჯე და ანუ კრინჯი, სიტყვა კრინჯი ძალიან ცოტა არის ამ რაღაცისთვის. ხო, რა დავიკრინჯე მე? ისე არა მინდა იკრინჯებოდა ცხოვრებაში. ანუ პრო ბავშვი, 5 წლის ბავშვი თუ 6 წლის ანუ პრო what the fuck. მოკლედ რა ხალხო ისეთი რაღაცა მომივიდა, ეგ იყო ჩემი პირველი კრინჯი მომენტი ჩემს ცხოვრებაში. ახლა მეორე ნუ ცოტა ისეთი კრინჯია, მაგრამ ოკეი, I don't know მან რა ხდება, მაგრამ ოკეი. მოკლედ ახლა მოგიყვებით ეს ისტორია, რომელიც გადამხდა დაახლოებით 1-2 წელს უკან. 2 წამის
ხო, არა, ორი წელი. მე ვარ ახლა მე-4 კლასში. მესამე. არა, 1 წლის უკან. 2025-ში, არა, 2025-ში, კაცო. გონი 2020, არ ვიცი, მოკლედ რა. მართ, მესამე კლასში, მგონი 1 წლის წინ გამოდის. მე 5 თვე ახლა ხო აქ ვარ. სწორედ მე 6 თვე დაიწყო გოგურში. ხო რა, მოკლედ რაღაცაზე 1-2 წლის უკან. ხოთშორზე ახლა მოკლედ მოგიყვეთ. მაშინ მე და ანი დიდათ არ მეგობრობდით თან, ანუ ანი იყო ნატალისთან best friend-ი იყო რაღაცა მიხვდებიან. ემლის ხაზე ავედი, მივიტყევნა, მოტყლენილი ჩამოვედი ხო და გავაგრძელებოდ. მოკლედ, მე რა, ეშლეფრი აუთო სევდიმი სინიან თუ რაღაცას ვიყურებებ. შენი რატო გამიქრა, შენ ღორის ტრაქში შეყოფილო თითო. ვუი, წამომწდა. ის მორე ხო და გავაგრძელებთ რა. ხო და რა ქვია, ხარ გავჩერდი. ამიტომ გადავიწყე. ხო. მოკლედ, მე და ჩემი best friend, ჩემი პირველი best friend-ი იყო თამარი, იმიტომ რომ ხალხის სკოლაში თავი მეგონა გარიყული. ამის სულზე რა მესვან, მეწერა იქით, რომ ხალხი არ მეკარებოდა. ანუ არც ნატალია, არც ანი, არც ბარბარე. მოკლედ იყო ერთი ბავშვი, რომელიც მეკარებოდა, ის იყო თამარი. ხატიაშვილი და მე ნახავს ამ ვიდეოს, ხო და ჩემი პირველი best friend-ი იყო ეგ და საუკეთესო მეგობარი მეკონა, სამუდამოდ დარჩებოდა, მაგრამ რაც მე გააკეთა, უკვე საუკეთესო მეგობრობა ეგ აღარ იყო. მოინდა. მე დედიკონტო გამოეცით ახლა მიჭედოდა ძალიან რა. აბა ეს. არ მიჭედოს ხო ეს კაია. ხო, მოკლედ გავაგრძელოთ. ესე ეს გოგო მენდება რომ გოგო, ანუ მაშინ ვიზახტით ერთმანეთს ბუჩქუნები რა. ბუჩქუნ ანას დამიძახა ბუჩქუნიციო რო შენო. დღეს როგორ ახალი გოგო ან ბიჭი გადმოდის და აი მე ხარ ახალი ბიჭი გადმოვიდა ჩვენ სკოლაში ხო ადრე უფრო რა. მეორე კლასში. გადმოვიდა ერთი ბიჭი და ხარ თამარს არ მოწონდა. მეც მომწონდა, თამარს მოწონდა. ანუ ვარები რა. მოკლედ გავაგრძელებთ. ხო და მოკლედ გავაგრძელებთ დაუბრუნდით იმ ისტორიას. და რა და ის გოგო თავიდანვე არ მომეწონა. ანუ ტიპი ვაიმე. ანუ ისეთი თვალები, ანუ იტალიიდან არის ჩამოვიდა ბარბარე იტივან დღეასვანი რა. ხო და ბარბარე დაუმეგობდი რა რაღაცნაირად. ხვენია ვარ გააყინული და მაინც დამეგობდი. გავისკეთ ჩემი ხალხური სირიის, ჩემ მაგ მომენტში გავიყინე ისე რომ მეგონა რომ ჩემი ბოლო წამები იყო ხმართ დაიფაროს. მე ვიყურები აი ასე როცა მიგро ბარბარის სკოლიდან მოვიდა. ხაიდე და აქ მე ვიცი ხარ ხო პარუნი ისე გადმოდით. მაიმე ხო და ეს გოგონა ანუ პირველივე დღეს რო ჩხუბი ანუ ხო არ მიცნობთ თქვენ კიდე კარგად როგორ შემია ადამიანი ვითრიო. ვაიმე რა ილეთები არ ჩამუტარე ხარ ხო? ჩემ დაზე ანუ უნწებით ხა გაჩერდით რა. ანუ what the fuck რო ვიხსენებ. მინდა რომ დანაჩავარწო ჩავარყი რა ერთ დღეს ენაზე ჩავარწო მაგ ადამიანს ხო ნუ ჩემ დაზე ანუ ჩემთვის ოქრო და ანუ ჩემ დაზე მინდა დედა ჩემი და მამა ჩემი არ მეყვარს და
ჩემი და მიყვარდა, მაგან მაგჩმორუკამ ჩემ დას დაუძახა ყოლზე რომ იწყება, ალბათ უკვე ყველა მიხდებოდა და ორი წამი თავში უნდა გავიდე, ენის თამაშიდან უნდა გავიდე. ენას გავათამაშებ მეგობრებო და ხორა მათოდა პატო ჩამაგდე თალამის და მიჭიდები მაგ კიბეებზე. ხო და მეგობრებო აი მაგ წამს რომ მეკეტა მაგ დღიდან მოყოლებული აი ამ წამს კი მტრები ვარ, აი ამ წამს რომ მტრები ვარ თანუ და დავინახოთ და იქ რომ მივაფრინდები და მაგრა გავგლიჯავ. ესე თანაც სტადიონზე მასწავლებელი ცოტა შორს გადის ხოლმე რა და მაგ მომენტში მექნებოდა თავისუფლება, მთელი თავისუფლება, რომ მეთხრია ხალხო მოგიყვებით მთელი თრემების ისტორიაზე. ხა ესე სტადიონზე ვართ. ვოცნებობდი სტადიონზე მალე მივსულიყავით. მივედი სტადიონზე და რას ავხედავ? ის გოგო ნახე ამას ისეთი და ნახე ამას ბებომისი ვაფშე თუ ყავდა. ეგეც არ ბებია თუ ყავდა ვაფშე ეგეც არ ვიცოდი და მაგრამ დამაბრალავ ბოლოში რა ეგ უკვე ვიმხობილ თავდებოდა. ანი არის მაგ საქმეში ჩარე, იმიტომ აი best friend-ის ჰაიდან იცნობს, რა იცნობს, არ ვიცი, მაგრამ ოკეი. რამდენჯერ უნდა ჩამოვარდი ამიხსენი? თვახდი, ბილები ესა. და ქალიავში შეყოფილო თითო. მაგავაკეთო მიგინები შემებურად. ხო და დავიწყე თრება. ვერ მომენია თავიდან, მაგრამ მე რო ფეხი ამოვუპანჩურე. პანჩური გავუკეთე რა. მე ის პანჩური როგორც თქვენი პანჩური არა, ოდნა ვიპანჩურობა. მე მფუნიორად უკრიდან რიტმებში განახებთ ეს ახს როცა გამოაჩენ. მე განახებთ მაგილეთებს. მეგობრებო აუცილებლად თუნჯერ რომ ავიდეთ 400 გამომწერზე ამისთვის. ჩემი ლეთები რო განახოთ. მოკლედ შემდეგ ეს გოგო მართლა ვერ მომერია. დედას ვერ დავიფიცებ, იმიტომ ოდნა მონება მაინც იყო რა. ოდნავაც ხალხო მე ისიც რას აკეთებდა? აი ეს არის ერთი ხაიმე. ეს არის ერთი ხელი, ეს არის მეორე ხელი და ხელებს ატრიალებდა როგორც კარში რაღაცა, როგორ გიხსნათ, აი ესე წარეგულად ატრიალებდა ძალიან სწრაფად. აი რა ილეთის ჩატარება უნდა, მაგრამ ვეღარანაირი ილეთი ვერ ჩამიტარა. კარგად ვითვლი, მასწავლებელი მოვიდა, არაფერი არ მომხდარა მას. ხალხო მე უკვე სკოლიდან მივიდოდით სახლში. რომ დავუეციეთ რომ გავგლიჯე, მე თვითონაც ხალხო, კანა მაგეთი ჩუმონი ბავშვი არის, თვითონაც თმები ამომივუდგლა, მაგრამ მე უფრო ავუდგლე. ისე ნაჟეთ მინდოდი თქოს რომ ორი წამის წინ არაფერი მომხდარავ და მე მაგ ბავშვზე მე მაგრა ვითვლია რა. მე წავიდე სკოლიდან, არ ვიცი რის გამო რა ჩიმეზე უმეტეს დამიზეზის გამო წავიდოდა. მადრორტე და ჩემი დაუბრებიათ დირექტორთან ისკი სახალისროა. მოკლედ ახლა დაელოდეთ ფარტ შემდეგს.